წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების პირველი ტომის წარდგინება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოეწყო. აღსანიშნავია, რომ უდიდესი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის შრომების მრავალტომეული ამ დრომდე არ იყო გამოცემული. შრომების პირველი ტომის გამოცემა კი მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა არტანუჯმა ითავეს. პირველი ტომის რედაქტორი ისტორიკოსი ბუბა კუდავაა. ექვთიმე თაყაიშვილი თქვენ მოგახსენებათ, რომ არის ჩვენ ეკლესიის წმინდანი. გუშინ იყო ხსენება ჩვენმა ეკლესიამ დღესასწაულა საქართველოს ასეულობით ეკლესიაში და მონასტერში აღინიშნა წმინდანის ხსენება პარაკლისებით, ლოცვებით და ჩვენ ვევედრებოდით წმინდა ექვთიმეს სულს, რომ იყოს მეოხი და მფარველი საქართველოს წმინდა ეკლესიისა. და დიდი საქმეა, რა თქმა უნდა, ამ წიგნის გამოცემა, ამ წიგნში არის მოცემული მრავალი მისი ნაშრომი. წმინდა ექვთიმეს ჩვენი ხალხი უფრო იცნობს, როგორც საგანძურეს საქართველოსთვის ჩამომტანს, მაგრამ ექვთიმე იყო დიდი ისტორიკოსი, დიდი მეცნიერი. საქართველოსთვის გარკვეული უხერხულობა იყო ის, რომ დღემდე ჩვენ არ გაგვაჩნდა ამ უდიდესი პიროვნების, ეროვნული პიროვნების ქვეყნისათვის დიდი მეცნიერის შრომების ნუსხა და არ გაგვაჩნდა მისი შრომები გამოცემული. აი დღეს კატკდა ნავსი პირველი ტომი გამოვიდა, აქ შევიდა მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომები, ის შეეხება სამხრეთ საქართველოს ისტორიას, კერძოდ ტაო-კლარჯეთის ისტორიას, სადაც მან სამჯერ 1902, 7 და 17 წელს ჩაატარა არქეოლოგიური მოგზაურობები. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა არტანუჯმა დაიწყო ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების მრავალტომეულის გამოცემა. წინასწარი გათვლით დაახლოებით 12 ტომში მოთავსდება ეს მასალები და როდესაც ვფიქრობდით სტრუქტურაზე, გადავწყვეტეთ, რომ დაგვეწყო სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშებიდან, ვინაიდან ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობაში, შემოქმედებაში ეს ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება არის და ამ ექსპედიციებს შორის გამორჩეულია, რა თქმა უნდა, ტაო-კლარჯეთში ჩატარებული 3 ექსპედიცია. ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების პირველ ტომში დიდი მეცნიერის მიერ ტაო-კლარჯეთში ჩატარებული ექსპედიციების მასალები და კვლევების შედეგების დიდი ნაწილია შესული. აღსანიშნავია, რომ 1907 წლის ექსპედიციის ანგარიშს თან ახლავს როგორც ილუსტრაციები, ისე გაერთიანებული საძიებელი, ხოლო 1917 წლის ექსპედიციის მასალები დღემდე მხოლოდ ერთხელ იყო გამოცემული. საბოლოოდ ექვთიმე თაყაიშვილის შრომების 12 ტომად გამოცემაა დაგეგმილი.